ინფლაციის ტემპი ისევ დაჩქარდა დეკემბრის 4%-იანი ინფლაციის შემდეგ იანვარში მაჩვენებელმა 4.8% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით ყველაზე მეტად თითქმის 11%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელებია გაძვირებული, მეორე ადგილზე 8%-ით ჯანდაცვის სერვისი და მომსახურება მოხვდა. მესამე პოზიციაზე კი ჰორეკა სექტორია. ამავდროულად ფასები 4.6%-ით არის შემცირებული კავშირგაბმულობის, 2.5%-ით კი დასვენება გართობის სფეროში. გალთენთაგარტის მოლოდინით წელსაშუალოწლიური ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს 3%-ზე შენარჩუნდება. უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნა ფასსაც ზრდის. თბილისში 1 კვადრატული გასაყიდი უძრავი ქონების ფასი საშუალოდ $1341, რაც წლიურად 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სამშენებლო კომპანიებში ამბობენ, რომ მზარდია როგორც საჭიროებაზე დაფუძნებული, ისე საინვესტიციო შენაძენი. ყველაზე მაღალი მოთხოვნა კი 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინებზეა, რომლის წილი მთლიან გაყიდვებში თითქმის 45%-ს აღწევს. მოკრძალებული მხოლოდ 4%-ია დიდი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი. გასაყიდი უძრავი ქონების ფასებისგან განსხვავებით, მიგრაციის ეფექტის შენელების ფონზე მცირდება თბილისში ბინებზე ქირის ფასი. TBC კაპიტალის მონაცემებით დეკემბერში გასაქირავებელმა ფასმა 1 კვადრატულ მეტრზე $10 შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, აქაც კლებაა, წლიურად ამონაგები 1.5%-ით არის შემცირებული. საინვესტიციო ბანკში ვარაუდობენ, რომ ბინებზე ქირის ფასი 2026 წელსაც დაიკლებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს ოპერატორების შემოწმების შედეგად 4000-ზე მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოავლინეს. ბიზნეს ოპერატორები სურსათის ეტიკეტირების დარღვევის, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის, სურსათის მიკვლევადობის გამო დაჯარიმდნენ. დარღვევებს შორისაა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობაც. სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით დარღვევების შემცირებისკენ მოუწოდებს. 2025 წელს დაზღვეული მიწის ფართობების მოცულობამ 16 ჰექტარს მიაღწია. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ კი 20 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 14 მილიონი ლარია. ამასთან 2014-25 წლებში დაზღვეულია 188,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ჯამური სადაზღვევო პრემია კი 155 მილიონ ლარს გაუტოლდა. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება და მისი პირობები პერიოდულად იცვლება. 190 განაცხადი და 524 სატელეფონო ზარი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წლის იანვრის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით მომხმარებელთა განაცხადები წლიურად მკვეთრად არის გაზრდილი, თავად სააგენტომ კი მომხმარებელთა კოლექტიური უფლებების დარღვევის 13 შემთხვევა გამოავლინა. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრე 34,000 ლარზე მეტით დაჯარიმდა. ამასთან მომხმარებელთა სასარგებლოდ 9 შეთანხმება გაფორმდა, რაც კომპანიებს შიდა პოლიტიკის შეცვლასა და დაზარალებულთათვის უფლებების აღდგენას ავალდებულებს. მომხმარებელთა განაცხადების უმეტესობა ონლაინ ვაჭრობას ეხება, მომართვიანობის ყველაზე დიდი წილი კი კვლავ თბილისზე მოდის. მასკი ხელოვნური ინტელექტისა და კოსმოსური ამბიციების გაერთიანებას ცდილობს. SpaceX-მა რეკორდული კორპორაციული გარიგება გააფორმა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI შეიძინა. შეთანხმება რაკეტებისა და სატელიტების მწარმოებელ კოსმოსურ კომპანიას SpaceX და xAI-ის ხელოვნური ინტელექტის chatbots Grok-ს აერთიანებს, რომელიც რეალურ დროში ინფორმაციას სოციალური ქსელი X-ის მონაცემებზე დაყრდნობით ამუშავებს. Reuters-ის ცნობით გარიგება SpaceX-ის $1 ტრილიონი დაუჯდა, ხოლო xAI-ის $250 მილიარდი. შეწყდვის ფარგლებში ინვესტორები შეძლებენ დარჩნენ SpaceX-ის მეწილეებად და xAI-ის თითოეული აქციისთვის SpaceX-ის 0.1423 აქცია მიიღონ ან თანხა ქეშის სახით დაიბრუნონ, თითო აქციაზე $75.46.